ერთხელ გამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ერთ-ერთი ისეთი ძალიან დიდი ხანია რა წლების განმავლობაში ერთ-ერთი საინტერესო რესპონდენტი, ჯერ მაშინ გაზეთშიც რომ მუშაობდი ახალ თაობაში, მამუკა გიორგაძე, ყოველთვის საინტერესოა ხოლმე ჩვენი საუბარი მამუკა და მე რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ყოველთვის გეპატიჟები ჩემთან სტუდიაში, რომ პატარა ანალიზი გავაკეთოთ. რა ხდება, რა შეიცვალა და საითკენ მივდივართ. მოდი დავიწყოთ 7 მაისით, იმიტომ რომ დღეს ესეთი აქტუალური თემაა. საინფორმაციო საშუალებებში ყველგან ამაზეა საუბარი. მამუკა, რასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორ ფიქრობ, ამ ადამიანების უფლებები იმ დონემდე ილახება, რომ აი ესე საჯაროდ არის აუცილებელი გამოსვლა. არა და შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, არა ვარ ფაშისტი, ყველა ადამიანი მიყვარს აბსოლუტურად და ჩემთვის პირველ რიგში არსებობს ადამიანი, მისი ღირსება, მისი უფლებები, არავის პირადი ცხოვრება მე არ მაინტერესებს. ყველამ ჩვენს პირად ცხოვრებას უნდა მოვუაროთ, მაგრამ საქართველოა ეს არის თუ არა ეს აფიშირება, რაღაც ახალისება, არის თუ არა ეს კარგი, თუ ცუდი, რასთან გვაქვს საქმე? მე აღარ ვიცი უკვე როგორ უნდა მოვიქცე. დიდი მადლობა მოწვევისათვის. რა უნდა გავაკეთო? ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ 10 წლების განმავლობაში თქვენთან ურთიერთობა როგორც ჟურნალისტთან, ახლა ადამიანთან მეგობრული ურთიერთობა, სხვა თემა როგორც ჟურნალისტთან ძალიან სასიამოვნოა და აი სწორედ იძლევა შესაძლებლობას იმისა, რომ ვისაუბროთ სიღრმისეულ პრობლემებზე. თუმცა ძალიან ბევრ პრობლემაზე სხვადასხვა შეხედულება. სხვადასხვა შეხედულება გქონდეს, მაგრამ სიღრმისეულად უნდა ვისაუბროთ და ეს ძალიან კარგიც არის, როცა მრავალი შეხედულება არსებობს, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ, უკვე ზოგადად ვამბობ, ცივილიზებული სამყაროს მიერ შექმნილი კრიტერიუმებით საკითხების გადაწყვეტას. ერთ-ერთი სწორედ გახლავთ ის თემა, რომელზეც ძალიან რთული თემაა. საუბრობთ კაცობრიობამ ცივილიზებულმა სამყარომ ამის შესაბამისი, ასე ვთქვათ, მოგვარების სქემები შემოგთავაზა. ეს არის ყველა რეკომენდაციაში გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციის, ეს არის სერვისის წესები და სტანდარტები, რითაც კაცობრიობამ თავისი კრიტერიუმები და თავისი პრინციპები დაამკვიდრა და ჩვენც ამის მიხედვით უნდა წავიდეთ. არც არავისზე კარგები ვართ, არც არავისზე ცუდები ვართ, თუმცა საქართველოს ეს გამოცდილება. სპეციფიკური ქვეყანა. აი სპეციფიკური სიტუაციებიც კი გათვალისწინებულია ამ საერთაშორისო ევროპიდან, ამერიკიდან. არ არის გადმოტანა საჭირო. ესე იგი, არავინ არ გვეუბნება ჩვენ იმას, ბრმად გადმოიტანე ესა თუ ის საკითხი, არამედ გვეუბნება იმას, რომ ის მინიმალური სტანდარტები უნდა იყოს დაცული ქვეყანაში. ეს მინიმალური სტანდარტები ქვეყანაში დაცულია და არავინ ამა თუ იმ სექსუალური ორიენტაციის გამო არავის არ დასდევს ქუჩაში, ჩაქუჩს არ ურტყამს და ელემენტარულად დისკრიმინაცია არ ხდება. ეს არ ხდება არც კანონმდებლობით და არც ხდება ჩვეულებრივ ყოფით სიტუაციაში. და ახლა მეზობელს რა წამოაძახებს, ეს კერძო შემთხვევაა და არა ზოგადად საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემა. ამ დროს ხელოვნურად ხდება ვითარების დაცაფა. ხელოვნურად ხდება, როდესაც ელემენტარულად ძალიან გაუგებარი მოთხოვნით დავიცვათ სექსუალური უმცირესობის უფლებები, ამ ლოზუნგით გამოდიან ადამიანები, როდესაც არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. თუმცა გამწვავდება ამის ურთიერთობები. არა, ჩვენ უნდა საზოგადოებას უნდა აუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე. ესე იგი, არანაირი პრობლემა არ ემუქრება და ელემენტარულად ხდება ვიღაცების მხრიდან, ასე ვთქვათ, საკითხის წამოწევა იმ მიმართულებით, რომ აი ვიცავთ ჩვენ ვისგან იცავთ. კანონმდებლობაში რამე წერია ისეთი, რომ ამოსაღებია არ წერია. არის, ასე ვთქვათ, ზოგადად ტენდენცია ისეთი, რომ ქუჩაში ვინც გაივლის ყველას დასდევ, არ არის. არის თუ არა პირიქით
პირიქით ელემენტარული არ თუ დისკრიმინაცია, არამედ თუ შევხედავთ ჩვენს მასმედიას, ეგრეთ წოდებული ბომენდის ცხოვრებას და თუ ამ მიმართულებით შევხედავთ, პირიქით დისკრიმინაცია კი არა, ჩვენ ვართ დისკრიმინებული, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად. ჩვენი უფლებები ირღვევა. ასე რომ ეს პრობლემა არ არის. მაშინ რატომ გამოდიან ეს ადამიანები დასაცავად? რატომ? აი სწორედ აქ არის საუბარი, არის ორი კატეგორია ადამიანებისა, ერთნი რომელიც ამ საქმეში ელემენტარულად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ასე შემდეგ გრანტებს იღებენ და თავიანთი ხონდა ჩამოწეროს თავისი საქმიანობა ხონდა წარადგინოს ანგარიში რომ აი ეს გავიდა ქუჩაში და ასე შემდეგ ყველა ძალიან კარგად ახსოვს ამ მიმართულებით ასე ვთქვათ თავისუფლების ინსტიტუტის საქმიანობები დაუშვათ გიგა ბოკერია ზარი დაცემინებდა კალავიშვილის ხალხს თავს იმიტომ რომ მე გრანტები მიეღო და დაემტკიცებინა ვიღაცებისთვის რომ მე ვარ ის მებრძოლი რომელიც საქართველოში იცავს ვიღაცების უფლებებს და ასე შემდეგ და საქმე იქამდე მიყავდათ აი მე მინდა აი ამას გავუსვათ ხაზი რომ იაღველების დაცვა ისე დონეზე აიყვანეს რომ ის სახელმწიფოებიც კი სადაც იაღველების სექტა აკრძალულია კანონით ისინიც კი საყვედუროდნენ თის გვიქნებდნენ რატომ სწორედ იმიტომ რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან წასულია ისეთი ინფორმაციები ისეთი ასე ვთქვათ მასალები რომლებიც ქართულ საზოგადოებას აყენებდნენ ისეთ პოზაში თითქოს აქ არიან ველურები ახალი გამოსულები გამოქვაბულიდან ჩაქუჩი დაძლებენ ვიღაცებს და ასე შემდეგ ამიტომ ეს ხდება ორგანიზებულად ამის წარმართვა და მეორე მომენტი აგენტურა და სანამ მეორე მომენტზე გადახვალთ სახელმწიფო სწოდავდა იმიტომ რომ არანაირი სახელმწიფო სამართლებრივი რაღაც საფუძველი არ არსებობდა მამა ბასილი დაასდებდა სახელმწიფო პირიქით სტიმულირებას უკეთებდა ამ ორგანიზაციებს სტიმულირებას უკეთებდა კონფლიქტს რათა შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისად მიემართა და ეთქვათ რომ ხედავთ რა ველურ ხალხში მაქვს საქმე აქ ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ამ ხალხთან პატარა აქციები რო დავარბიო პატარა ცოტა დიდი რაოდენობის ხალხი რო დავიჭირო ცოტა არჩევნები გავაყალბო ამაზე დამეხუჭეთ თვალი და ისინი თვალს არა იმაზე რომ პროზელიტიზმი სამართლებრივად რაღაცა აიგრძალოს ჩარჩოში მოეწეს რა თქმა უნდა აი სწორედ ეს ხდება მეორე ამის ნათელი გამოხატულება ის გარემოება რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები კი არ აკეთებენ აღლუმს უფლებათა დამცველები და ვის უფლებას იცავ მაჩვენე ვინ არიან ის ხალხი მაჩვენე ის ხალხი გამოვიდეს ჩაატაროს დაუშვათ სადღაც განსაზღვრულ ტერიტორიაზე რამდენი ხართ ბატონო თუ ჩვენ არ აგვაქვს იმის უფლება რომ თუ კი ქუჩა არ იკეტება ხელოვნურად გადავკეტოთ ქუჩა გვაჩვენეთ ერთი რამდენი ხართ ვინ ხართ სახეზე დაგვანახეთ გაიარეთ ბატონო მაგრამ არა ეს არ ხდება აი სწორედ აქ ხდება საუბარი რა ეს არის კიდევ ერთი რა გავლა არ სჭირდებათ მე არ ვიცოდი ინფორმირებული არ ვიყავი მაგრამ თბილისში თურმე არსებობს ძალზე ბევრი ბარი, რომლებსაც უწოდებენ გეი ბარები და ეს აბსოლუტურად მისაღებია, მიღებულია უკვე. არის, ეს არის სუფთა, ასეთი ბარები არის, ეს მაგის გამო არ არის მისაღები. იმის გამო მისაღები. მისაღები ჩვენთვის არ არის, მაგრამ არა, რომ მისაღებია, სუფთა ბიზნესის ელემენტებია, იმიტომ რომ აქ ფულთან არის კავშირი, იმ გარკვეულ ფულთან სხვადასხვა მიდიან ძალიან სასიამოვნო და ნორმალური, ასე ვთქვათ, გოგონები, რომელსაც მე მიყვება ასევე სასიამოვნო და ნორმალური ბიჭები და ასე ვთქვათ, სხვა სიტუაციებია იქ, მაგრამ აი ამას თავი დავანებო ჩვენ ვამბობთ არსობრივად ამ ყოველივეს აქვს ხელოვნური ხასიათი. მეორე მომენტი უნდა ითქვას ამავე დროს რომ აქამდე ხელისუფლება პრაქტიკულად უკეთებდა სტიმულს აი ამ მომენტს და პრაქტიკულად კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა ძალიან საინტერესოა დღევანდელი ხელისუფლება როგორ მოიქცევა იმიტომ რომ ელემენტარულ დემოკრატიულ საზოგადოებაში როგორც არ შეიძლება ნებისმიერი ადამიანის მიმართ გამნიშნელობა ის სექსუალური ორიენტაციისა ქუჩაში პანცურის თქმა ასევე არ შეიძლება არცე პატივი უმრავლესობის უფლებებს ასევე არ შეიძლება საჯარო სივრცეში იქ სადაც უმრავლესობა მაცხოვრებლების შვილები მოძრაობს იქ ამ უმრავლესობისთვის მიუღებელი გარკვეული ხედვების პროპაგანდირება ხდებოდეს. ამიტომ აქ არის ხელისუფლების
ასე ვთქვათ, პრინციპული დამოკიდებულება, შენ ისე უზრუნველყავი, რომ არ დაირღვეს ჩემი უფლებებიც. არ საჯარო სივრცეში, ესე იგი პედაგოგიურ სივრცეში. ესე იგი იმ სივრცეში, სადაც ჩემი ბავშვები ასე ვთქვათ, დადიან, სწავლობენ და მოძრაობენ. იქ სადაც ჩემი რელიგიური და სხვა სახის სიწმინდეებია განთავსებული. კეთილი ინებე და უზრუნველყავი ეს ყოველივე. მეორე მომენტი, როგორ უნდა უზრუნველყოს ეს ყოველივე? ეს ყოველივე ამას ათასგვარი მეთოდი არსებობს, შესაბამისი კარდონებით, შესაბამისი რაღაც სხვა გარემოებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სხვა ადგილებზე მითითება და მეორე მომენტი, სწორედ მაგისთვის არსებობს ეს სამსახური, რომ ელემენტარულად ფულის ის ნაკადები გააკონტროლოს, რომლითაც ხდება პროვოცირება ქვეყანაში. აქ ხო არ არის, ესე იგი ელემენტარულად ანალიზი გააკეთოს შესაბამისმა სამსახურმა. ესე იგი ქვეყანაში პრობლემა არ არის. და ხელოვნურად გვეუბნებიან რომ პრობლემაა ქვეყანაში. ამიტომ ეს ანალიზი გააკეთოს, საიდან მოდის, როგორ მოდის, ვინ არის დაინტერესებული, რატომ არის დაინტერესებული. დღეს გაკეთა განცხადებები, რომ ყველას აქვს უფლება მანიფესტაციის შეკრების, საჯარო გამოსვლის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ განაცხადა უკვე ეს აქცია ჩატარდება. მეც მაქვს ეს უფლება, არ დამანახო, ჩემს შვილს არ დაანახო, ელემენტარულად ასვათ ის აღლუმი, რომელზედაც არის საუბარი. მაგრამ აღლუმი არ ტარდება. აი სწორედ ამაშია საქმე. მაშინ რა ინსინუაციებთან გვაქვს ჩვენ საქმე? და ელემენტარულად ეს დადგეს გამოძიების საგანი გახდეს. რატომ ხდება ამ ფორმით წარმოჩენა ყოველივე ამის? ეს ერთი და მეორე მომენტი უზრუნველყოს კარდონით ისე, რომ არ და პოლიციის კარდონი იქნება თუ სხვა მექანიზმები არ დაირღვეს ჩვენი უფლებები. ეს ისეთივე მომენტია რა, ხარს წითელი დროშა აუფრიალო, ვისი ბრალია ეს ხარის? ბუნებრივია რომ გარკვეულ დროშას ვინც წითელ დროშას აფრიალებს, გარკვეულ წილად ელემენტარულად, როდესაც იცი საზოგადოებაში, სადაც 90% გარკვეული შეხედულების მატარებელი არიან, არ აქვს მნიშვნელობა ეს ორგანიზებული იქნება თუ არ იქნება ორგანიზებული. იმ დროს ქუჩაში მყოფი ნებისმიერი ახალგაზრდა თავს ჩათვლის შეურაცხყოფილად. ამიტომ, როდესაც იცი რომ ასეთი დამოკიდებულებაა, როდესაც იცი რომ ქვეყანაში ასეთი საზოგადოებრივი განწყობაა, კეთილი უნდა ინებო და აი ეს კონფლიქტი რომ არ მოხდეს, აი აქ უნდა მიიღო შენ გადამწყვეტი ზომები და იმიტომ არსებობს ქვეყანაში გარკვეულწილად პოლიცია, იმიტომ არსებობს უშიშროება, იმიტომ არსებობს სხვადასხვა მექანიზმები, ანალიზის სამსახურები და ასე შემდეგ, რომ ეს პრობლემები იქნეს რა ხდება დღეს მედია სივრცეში. მედია სივრცეში რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, პრობლემის მოგვარებაზე კი არ არის საუბარი. ორი დაპირისპირებული ბანაკის წარმოჩენაზე. ორი დაპირისპირებული ბანაკია. ფაქტურად როგორ რაღაცა ხდება, იცი? რომ პირიქით ერთი სული აქვს, როდის შეეჯახება ეს ორი ბანაკი ერთმანეთს, რომ მე ლამაზი კადრებით გადავიღო და ვისაუბროთ ამ ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციებზე და პროცესებზე. მამუკა, ვერ დაგეთანხმებით, იცით რა, ეს ხელისუფლების პრობლემაა და არა მედია სივრცის პრობლემაა. მე ვსაუბრობ ხელისუფლებაზე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჯანსაღი გარემოს შექმნა ეს არის ხელისუფლების თემა. და რადგანაც ქვეყანაში არ არის ჯანსაღი გარემო შექმნილი, რადგანაც ქვეყანაში არ არის კონკურენტული გარემო შექმნილი, ბუნებრივია ამ სიტუაციაში რადიკალურ უკიდურესობებს უფრო მეტი მომხმარებელი ყავს, ვიდრე იმ ჯგუფებს, რომელიც ცდილობს პრობლემის მოგვარებას. ჩემთვის გაცილებით მარტივია ქართველისთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მართლმადიდებელი კაცისთვის, ბუნებრივი რა ვიცი, რა დავარქვა ჩემთავს, რა ვიცი, ნორმალური ორიენტაციის ადამიანისთვის, რომ ერთი მუშტი გავიქნიო, ვიდრე დაუშვათ ვიჯდე და პრობლემის მოგვარებაზე ვიფიქრო. ამიტომ, როდესაც დაბალ ადამიანურ ინსტინქტების, ასე ვთქვათ, გაპიარება ხდება ქვეყანაში, პირველი რეაქცია ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანის არის, რომ მას რაც შეუძლია აღკვეთოს ეს. ხელისუფლების ამოცანაა ეს გადაიყვანოს ისეთ სიბრტყეში, რომ არ მოხდეს. კი ბატონო, გეთანხმებით. ელემენტარულად, მოდი გავმართოთ დისკუსიები, ჩვეულებრივი დისკუსიები, მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე. რა უფრო დიდი ღირებულებაა, გამოხატვის თავისუფლება თუ თვითონ ადამიანი? მოდი შევთანხმდეთ. არა, გამოხატვის თავისუფლება, როგორ გითხრათ, ძალზე
უცნაური ცნება აი სწორედ ასეთი პრიმიტიული არ არის გამოხატული აი სწორედ ამაშია საქმე მაგრამ არიციან შევთანხმდეთ ამ დეფინიციებში შევთანხმდეთ იმაში რომ არც ერთ ადამიანს რაც არ უნდა მას არ მოგწონდეს არ შეიძლება მასზე ხელი აწვიო მაგრამ ამავე დროს უნდა შევთანხმდეთ იმაში რომ ელემენტარულად როდესაც საზოგადოებაში ვართ ვიმყოფები და 100 ადამიანი ვართ ორმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს დანარჩენი 98 ადამიანის მე რისი მეშინია აი ეს ამუშავეები არ ხორციელდება ეს ხელისუფლების კისერზეა ხელისუფლების პრობლემა რა თქმა უნდა უბრალოდ ხელისუფლების პრობლემა მე რისი მეშინია იცით მამუკა რომ 17-ში იქ დაიძაბება სიტუაცია რომ 17-ში ჩვენ და პოლიცია აუცილებლად რა თქმა უნდა დააპატიმრებს და ნეტარ მე ვწდებოდე და სულ არ მინდა ეხლა რომ ვიყო ვანგა მაგრამ მე გეუბნებით და ნეტარ ვწდებოდე რომ 17-ში ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდები დაპატიმრებული ახალგაზრდები რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ ამ აქციას ამ 20 წუთიან აქციას ამიტომ აი ეს პროვოცირება რა საჭიროა ნუ თუ არ შეიძლებოდა და ეს მოყვა კადრებს ალბათ ამეთავ რა თქმა უნდა ამ დროს კადრები ეს ცალკე თემაა კიდე ეს რაღაც სასტიკი პრობლემაა საშინელი რამ არის ამას რძენობა და რატომ გამოიყენეს ეს თავის სასარგებლოდ აი ეს არის ჩემთვის გაუგებარი ამიტომ გავრცელდა ეს კადრები აი სწორედ აქ დგება საკითხი რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ წლების განმავლობაში 17 მაისი არის აღნიშნა იმ დღისა ასე ვთქვათ უფლებების დაცვისა და ჩვენ 10 მაისს, 7 მაისს და 5 მაისს უნდა ვიწყებდეთ ამ თემაზე საუბარს. მთელი წელი იყო წინ. ჩვენ უნდა მაგრამ აი ნებისკვირაში წითელ პარასკევს ეს კადრები გავრცელდა და ამას აყვა აი ეს უბრალოდ ეს ისედაც მოხდებოდა მაგრამ ბატონი ფარისაშვილი აცხადებს რომ არა ვარ მე და რატომ მიაბეს ეს არა აქვს მნიშვნელობა არის თუ არა თავი ერთი მომენტია მისთვის ხომ აქვს არა რა თქმა უნდა ეს მის სუპერიონული მომენტია მაგრამ ჩვენთვის ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე რომ აი შეუძლებელია თეორიულად რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს მონაწილეობის გარეშე ეს კადრები გავრცელებული თეორიულად შეუძლებელია და თუ ეს შეუძლებელია ეს შეუძლია ნამდვილად უნდა დაამტკიცოს ხელისუფლებამ გამოიძიოს ეს ყველაფერი და თუ ვერ გამოიძიებს და ვერ დაგვანახებს ვისი ინიციატივით ვისი ბრძანებით და ორგანიზებით გავრცელდა ეს კადრები მაშინ ჩემთვის მე ვიტოვებ ამ უფლებას რა თქმა უნდა ამის ორგანიზატორად მივიჩნევ ხელისუფლებას ძალიანად და ხელისუფლებამ შიგნით გაარკვიოს მე რომელი კლანები ერთმანეთს როგორ უპირისპირდება ამიტომ თუმცა შეიძლება ნაციონალური მოძრაობის რაღაცა პროვოკაციაც არ აქვს მნიშვნელობა ეს შეუძლია ხელისუფლებას ძალაუფლების მყრობელი ადამიანზე არის პასუხისმგებლობა მით უმეტეს როცა მას აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი ხელში იმისთვის რომ იოლად დაადგინოს რომელი წერტილიდან შევიდა ინტერნეტ სივრცეში აი ეს რა თქმა უნდა ეს სირთულეს დღეს აღარ წარმოადგენს რა ამიტომ სწორედ ხელისუფლება პასუხისმგებელი და თუ ამ ხელისუფლებას არ უნდა იგივე გზით წავიდეს როგორც წინა ხელისუფლება მაშინ მან უნდა მიიღოს გადამჭრელი თუ არა და მაშინ ჩვენ სრული მორალური უფლება გვაქვს რომ ამ საკითხშიც ისევე როგორც ზოგიერთ სხვა საკითხშიც დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს გუშინდელი ხელისუფლების ძირითად მაგისტრალურ ხაზს და პრაქტიკულად ქვეყანა მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა პოლიტიკური კუთხით ძირითადი პოლიტიკური ფუნდამენტალური მიმართულებით ელემენტარულად აგრძელებს თავის კურსს ისევე როგორც მაგალითად აი ხშირად გამოდის ხელისუფლების წარმომადგენლები და დანაშაულად უთვლიან მიხეილ სააკაშვილს რომ მან შექმნა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და მიუხედავად ამისა დღესაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია ვინმე სანაკოევი კლაუზის ბიუჯეტში და იკვებება საქართველოს პოლიტიკას საოცარია თუ დანაშაულად მიიჩნევ რომ აი ასეთი ინსტიტუტი შემოიღო სააკაშვილმა რა შორს მიდიხარ
ის რა ქვია ელექტროენერგიაზე მიბმული ნაგავი არ არის კიდე 8 თვის განმავლობაში თუ ცუდი იყო სააკაშვილის დროს ახლა ივანიშვილის დროს კარგი რატოა რატომ მომდის მე დღეს ის ერთინარი ისევ და ისევ ხო ახლა 8 თვე რა 15 წელი ჭირდება ამის გასწორება აი სწორედ ეს მომენტები არის თუნდაც რომ კანონი მიღებული იქნა იმ ფურცელზე მაინც ერთად მოდის და მაინც ერთად ასე ვთქვათ არის ეს ყოველივე აღნიშნული რა აი სწორედ ეს მომენტები იძლევა შესფოთების საშუალებას ისე როგორც მრავალი სხვა მომენტი ან თუნდაც თემა ისეთი როგორიც არის ეგრეთ წოდებული კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლების თუ მათთან გათანაბრებული პირების დამოკიდებულება ბიზნესთან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით როგორ ხდებოდა გადაფორმება წილების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დღესაც პრაქტიკულად პრემიერ-მინისტრი თავს იწონებს იმით რომ კეზერაშვილს აღარ მიაქვს ფული და არამედ მან დაავალა ერთ-ერთ პიროვნებას რომელმაც გაარკვია სიტუაცია 3-4 ბიზნესმენთან ახლა მიდის მოლაპარაკება ამ გადმოფორმების შესახებ და ხალხს დაუბრუნდება ეს ფული ბატონებო თუ დანაშაულთან გქონდა ჩვენ საქმე მაგისთვის არსებობს გამოძიება სასამართლო და კანონი თუ პოლიტიკურ ვითარებაზე ვსაუბროთ, ეს იმავე რანგის ქმედებაა, კულუარული გარიგებებით ბიზნეს წილების გადაფორმება, როგორც ხდებოდა ეს უშუალოდ 3 წლის წინ, 2 წლის წინ და 1 წლის წინ. ესე იგი, ჩვენ იმიტომ გვინდა რომ შესრულიყო რეჟიმი, რომ გახსნილიყო საჯარო სივრცე. რომ არ ყოფილიყო ასეთი კულუარული გადაწყვეტილებების ადგილი, რომ არ ყოფილიყო ასეთი რაღაც ვიწრო ჯგუფებს შორის ინტერესთა სფეროების მიხედვით გადანაწილება სივრცის და შემდგომ როგორც წინა ხელისუფლება, ისე დღევანდელი ხელისუფლებამ აღარ გვინდა ამის მოსმენა, ვიცი მენდეთ ბატონო, მე ამას ყველაფერს ქვეყნის აღშენებლობისთვის ვაკეთებ. რატო ბატონო გახსენი საჯარო სივრცე, ყველაფერი იყოს დამნაშავეა, ციხის გისოსები არსებობს მაგისთვის. კაი კაცი იყო, მადლობა უთხრათ. როდესაც მოწოდება რომ უნდა მივუტევოთ არა მიწევება ჯერ ერთი მომენტი არის რა ჩვენ არასწორად ვღებულობთ ხშირად ქრისტიანულ ღირებულებებს იქ ცალსახად და წერია მიწევება მონანიების გარეშე არ არსებობს აქედან გამომდინარე გაგვაგებინეთ რას ინანიებს ეს ადამიანი რას თulis დანაშაულად მაგრამ თუნდაც დღევანდელი საუბრის შემდეგ სააკაშვილის უნივერსიტეტში საუბრის შემდეგ ეხა ვინმე რამეს ინანიებს მამუკა? ნუ ზოგადი ან რატომ მოინანიებენ, როდესაც ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება პირდაპირ ჩვენ ვაიძულებს რომ ვიყოთ აი ჩვენ უკვე როგორ მდგომარეობაში ვართ? კულტურა ჩვენი შინაგანი კულტურა გამოვხატოთ, მივუტებოთ და აი ნახეთ როგორ ხდება უკვე გარკვეულწილად ძალიან ხშირად ვხმარობთ ტენდენცია რომელიც შეშფოთების საშუალებას და აუცილებლობას იძლევა რაში გამოიხატება ეს ელემენტარულად ხდება რა საზოგადოებას მოხტავენ გამოსვლებით სატელევიზიო გამოსვლებით დანაშაული ფაქტებზე რაც ვიცით არ ვიცით ყველაფერი მოდის მაგრამ არაფერი გამოსვლები ამ დროს ხელისუფლება აცხადებს რომ თურმე ნაცმოძრაობის ჯანსაღი ნაწილის გადარჩენა ეს არის ქართული დემოკრატიის გადარჩენა ბატონებო აგვიხსენით რომელია ნაცმოძრაობაში ჯანსაღი და რომელია არაჯანსაღი და თუ გახსოვთ ფილმი რეჟიმის ხერპლი აბა ჩვენ ვინა ვართ ახალაია თუ რეჟიმის ხერპლია არა და ან ის ადამიანი რომელიც ხელკეთით ხმარობს ზალადობას პატიმარზე ის თუ რეჟიმის ხერპლია აბა მაშინ ჩვენ ვინა ვართ გაბედავა და ჩაჩუა და სხვები სხერბლი არ არიან კავკასიაში რომ დაიჭირეს ის რუაკაცი და ახალაია სხერბლი დიახ ცი არავის არ უთქვი ამ ხალხზე სხერბლიაო და ახალაია სხერბლად გამოცხადდა და სააკაშვილი დღეს ბედავს და აცხადებს რომ როდის იყო ჩემი მთავრობის დროს ჩემი ხელისუფლების დროს ხალხს ხოცავდნენ ქუჩაში ანდა ესე იგი იცით რა ყველაფერს ხო აქვს საზღვარი და როცა პარალელურად მომიწოდებ რომ მე მივუტევო კიდე და ეს რეჟიმის სხერბლი ისინი დავიცვა მე აქ უკვე ამიტომ ხდება აქ ელემენტარულად ლოგიკურად ყალიბდება ესე იგი უმცირესობების ინტერესები ბოროტმოქმედთა ინტერესები მაშინ მე რა მაინტერესებს ის ადამიანები რომლებიც ციხეში შედან იმათ რატომ არ უნდა მივუტევოთ ახლა სააკაშვილს უნდა მივუტევო თუ ამათ უნდა მივუტევო ისინიც გამოუშვენ ყველას მივუტევოთ ანდა არა ნუ არ ვიცი ან დაბნეული ეს ყველაფერი არაფერი დაბნეული აქ არ არის უბრალოდ იკვეთება ერთი რამ იკვეთება ის მომენტი რომ ხელისუფლება ისე როგორც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება შევარდნაძის მომხრეებთან მიმართებაში დღეს ნაცმოძრაობის წევრებთან და მომხრეებთან მიმართებაში ეწევა აჟიოტაჟს ქმნის
ისეთ სურათს, რომ ქართული საზოგადოება, აღშფოთებულმა ქართულმა საზოგადოებამ მოითხოვოს ამ ადამიანების პოლიტიკური სივრციდან განდევნა, მათი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება და როგორც ნადირობის დროს აყეფარი ძაღლები, ასე მივლალოთ ეს ოცნების რომელიღაც ჩინოვნიკის კარებთან და შემდეგ იმის დამიხედვით, რომელიც მას მოსწონს, რომელიც თანაც უფრო მეტად იკოპიტაციებს ასე ვთქვათ, აიღებს თავის თავზე უფლებას, რომ ის ნაწილი გამოაცხადოს ჯანსაღ ნაწილად და ასე ვთქვათ, თვითონ გურუთ დაждდება ეს წარმომადგენლები და იმის დამიხედვით თუ რა გავლენა აქვს დღეს სახელმწიფოში, ამის დამიხედვით ვიღაცას მიუტევს, ვიღაცას არ მიუტევს. ეს უფრო მეტი შეურაცხყოფელია, ეს უფრო მეტი შეურაცხყოფელია საზოგადოებისათვის. ვიდრე დაუშვათ ის მომენტი, რომ შენ არ გძალგიც, არ აგაგ მასალები, არ შეგიძლია გასამართლება, მითხარი ღიად პირადად ჩვენ რატომ აკეთებ ეგზალტირება საზოგადოების? დაუშვათ ის თუნდაც რა დღეს მოხდა უნივერსიტეტთან მიმართებაში. ელემენტარულად ის ადამიანები, რომლებიც პოლიტპატიმრად არის მიჩნეული, იმ ადამიანების გამასამართლებელი მოსამართლეები სად არიან დღეს? მათი ასე ვთქვათ პროკურორები სად არიან? ეს დაფარული მოწმეები, ეკები და ეკა და უკაცრავად აი ეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ვის სეიფშიც ნახეს, ის ადამიანი რატო არ აგებს პასუხს? ან ის გამომძიებელი, რომელიც საქმეს ურთავდა ასეთ სიბინძურეს, იცით რა არის, მე გული მწყდება, ჩასაფრებული პოზიციიდან კი არ საუბრობ მამუკა. მე მართლა მქონდა იმედი, რომ ეს ყველაფერი ამაზე ჩვენ სასაუბრო აღარ გვექნებოდა და სახთად ვარ დარჩენილი და გულის საოცრადმა გული დაწყვეტილი, რომ ჩვენ დღეს 8 თვის მერე კიდე ამ თემებზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ ამ თემებზე ვსაუბრობთ და უბრალოდ აქ არის ორი გზა. პირველი ეს არის ადამიანი, რომელმაც მიიღო ნდობის ეს უდიდესი მანდატი ბიზინა ივანიშვილის მხედველობაში, შეეცდება იმას, რომ ხელი შეუშალოს ძველი სისტემის, ძველი მონოპოლიზებული სისტემის ნანგრევებზე ახალი მონოპოლიზებული სისტემის ჩამოყალიბებას და გახსნის საჯარო სივრცეს და კონკურენტულ გარემოში მისცემს ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარ შესაძლებლობას აჩვენოს და საზოგადოებას მთლიანად აჩვენოს თავიანთი შესაძლებლობების შექმნის იმ მოედანს, სადაც ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე მან არ უნდა შექმნას ალბათ ამეთანხმები. მას აქვს ეს რესურსი, ამის ამას გააკეთებს და ელემენტარულად საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ეს და შესაბამისად დაუფასებს კიდევაც ქართული საზოგადოება, ან და უახლოეს მომავალში ჩვენ ისე უსკრულის პირას აღმოჩნდებით, დღესდღეობით ასე ვთქვათ, მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლების მოპოვებისათვის, შიგნით კლანების ბრძოლა, გარკვეულ პერიოდში რამოდენიმე თვეში ეს ბრძოლა დამთავრდება ისე როგორც თავის დროზე სააკაშვილი ძალიან ისე ბულკივით იყო, სანამ ძალაუფლებას გაიმყარებდა, ეს კლანები გაიმყარებენ ძალაუფლებას და მერე კვლავ აღმოცენდება ის უსკრული საზოგადოებასა ხელისუფლებას შორის, რომელიც ძალიან არ არის სასურველი, რომ აღმოცენდეს. ალბათ ამეთანხმებით, რომ ეს საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას და რაც შეეხება სააკაშვილს, მე არ მახსენდება ბულკივით როდის იყო, მაგრამ ის მონსტრი, რა თქმა უნდა, სააკაშვილი, რომელიც სახურავებზე დადიოდა არჩევნებამდე, რომელიც ოჯახებში დადიოდა, რომელიც ყველას ეფერებოდა, რომელიც ასე ვთქვათ, პირზე ხიმილით და იმით ცდილობდა თვითოული ქართველის გულის მოგებას და ასე შემდეგ. ესე იგი, პრაქტიკულად 2004 წლის ბოლომდე მაქსიმალურად ის ასე ვთქვათ, სანამ იმყარებდა მდგომარეობას, მაქსიმალურად იყო მიმტევებელი, მაქსიმალურად იყო რბილი, მაგრამ როგორც კი გაიმყარა მდგომარეობა, მე წამოვიდა ნულოვანი ტოლერანტობა ყველანი ციხეში მე იყო რომ გადმოყარა თავისი ნავიდან ძველი ყოფილი თანამებრძოლები, შემდეგ იყო რომ პრაქტიკულად დაამყარა ის ტირანია, რომლის სვეტლი მე მთელი საქართველოს კი, მაგრამ მე მინდა კიდევ ხანს გასმით, მინდა განვაცხადო, რომ მის მონსტრად პოლიტიკურ მონსტრად ჩამოყალიბებაში საზოგადოებას ლომის წვლილი აქვს და ალბათ ამეთანხმებით. თუ ჩვენ ახლა სიტყვები იმიტომ რომ როდესაც ეკლესია დაარბიეს, მაშინ ჩუმად იყვნენ. ბევრი ჩუმად იყო და ამბობდა, აბა რა უნდა ეკნათ, ახლა მამა ბასილი უარესის ღირსია. გახსოვთ ალბათ, ხო? ძალიან დიდი ხანი საზოგადოება და ჩემი რა ლამაზია, რამდენი ენა იცის, ღრათო ჩემო რა ნიჭიერია, აი ეს მონსტრის ჩამოყალიბებაში საზოგადოება მიიღო ძალიან სერიოზული სანამ საზოგადოება იყო მოლოდინის რეჟიმში,
ამით სარგებლობდა სააკაშვილი და გვახსოვს ჩვენ ამაზენი კადრები რუსთაველზე როგორ სულთა ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოათრიეს თუ არ ვთქვი 70 წელზე მეტი ხნის ხანდაზმული ადამიანი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში რო შეცვლიდნენ და გამოათრიეს ჩვენ ამას ასე ვთქვათ ჩუმად ვიყავით ყველაფერზე საზოგადოებამ ანუ ახლა ჩვენ არ ვიყავით ჩუმად მაგრამ კი საზოგადოებაზეა საუბარი ჩვენ როგორც საზოგადოების ნაწილი ამიტომ დღეს მე ვიცი რომ ხელისუფლების სიყვარული ვერ წარმომიდგენია ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ჩვენი ნდობა ამიტომ უნდა ვიყოთ კრიტიკულები და ალბათ გარკვეული დროის შემდეგ თვითონ ეს ხელისუფლებაც ამაზე მადლობას გვეტყვის პირიქით თუ ოდნავ მაინც სახელმწიფოებად მოაზროვნე ადამიანები არიან პირიქით ის რომ ცდუნებაში არ ჩავარდნენ და ის რომ ძალაუფლებით ხიბლებში ტყბობა არ გაიწაცოს და არ აღმოჩნდეს სხვათა შორის აი რელიგიურად სწორედ ასეთი ბევრ შემთხვევაში ჩვენ აიგივე პატერიკიდან ხშირად გვაქვს ასეთი მოვლენები თუ როგორ იქცეოდა წმინდა მამები და რელიგიურად და სწორედ პასუხისმგებლობა ჩვენზეა ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ჩვენი პასიურობით ჩვენი მორჩილებით ჩვენი მოლოდინით ჩვენ ვასტუნებთ ამ ადამიანებს და მათ ურჩნდებათ აი სწორედ ამ როლზე ვსაუბრობდი რომ მათ ურჩნდებათ ესეთი სურვილი და ერთი მთავარი მომენტზე მინდა ვისაუბრო აი ჩვენ სამწუხაროდ ვერ გავედით ბოლშევიკური მართვის და ცნობიერების სისტემიდან ჩვენ არ გვყავს ხელისუფლებისგან განცალკევებული საზოგადოება პრაქტიკულად არც არასოდეს ყოლია საზოგადოების მართვა ძალიან და მისი манипуლირება ძალიან იოლი იყო ყოველთვის იმიტომ რომ ღირებულებებზე დამკვიდრებული საზოგადოება არ გვყავს ჩვენ ვართ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დამოკიდებული ადამიანები რომ დაუშვათ არ მოგვითხოვია ჩვენ არც ერთი ხელისუფლებისათვის ის რომ შენ აბა როგორი საქართველოს აშენება გინდა ჩვენ რა ვთხოვდით გააგდე სააკაშვილი მადლობა ღმერთს ბატონო გააგდე შევარნაძე თავის დროზე მადლობა ღმერთს კი ბატონო გვიმსახურე როგორც გინდა მაგრამ არც ერთხელ არ შეგვითავაზები არ მოგვითხოვია ადამიანებისთვის იცი რა სააკაშვილის გაშვების პარალელურად ერთი მითხარი შენ როგორი სახელმწიფოს აშენება მოგთხოვოთ აი სწორედ ეს მომენტი არის ეს არ ნიშნავს იმას რომ ტერი ხარ ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ გინდა თუ არა დღეს პოლიტიკური ფიგურები მაგალითად როგორი მომენტია რომ დადგა საკითხი საპრეზიდენტო კანდიდატის გამოცხადებისა და ჩემს ღიმილს იწვევს პოლიტიკური პარტიები აცხადებენ იცით რა ჩვენ დაველოდებით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას და მე ვიტყვით ესე იგი რა გამოდის შენ თუ სხვა პარტია ხარ შენ თუ თავიდან ბოლომდე ენდობი ბიძინა ივანიშვილს შედი მის პარტიაში თუ არ ენდობი ამ იმას და სხვა იდეოლოგია გაგაჩნია რაში გაინტერესებს ვის წამოაყენებს ბიძინა ივანიშვილი და ეს ხო ნაცვლად მეტყველებს იმ მდგომარეობაზე რომ ბატონო ბიძინა დამიზახეთ აგერ ვარ მე თუ ვიქნები შენთან მაშინ ხარდამჭერი ვარ თუ არ ვიქნები შენთან რა უნდა საბაბის მოძებნას რა უნდა საბაბის მოძებნას რომ დაგიპირისპირდე და ასე თქვათ წავიდე სხვა მიმართულებით აი ეს უნდა დამთავრდეს ღირებულებებზე უნდა დაფუძნდეს ურთიერთობები და ეს არის გარანტია სწორედ იმისა რომ ხვალ ქართული საზოგადოება ყარა დადგეს ფეხზე და მის წიაღში არ დაუშვას არც ერთი ის ტენდენცია რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ბატონო მამუკა მე ხა მინდა ბათუმიდან სკაიპით ჩავთო თამაზ ბაკურიძე რომელმაც ისეთი სკანდალური ინტერვიუ მისცა გაზეთ ალიას დათაახალაიას თაობაზე და რამდენიმე კითხვა მინდა დაუსვა აი ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონო თამაზ გამომშვიდობისა გამარჯობათ მოგესალმებით მივესალმებით თქვენს ტელემოყურებლებს და მივესალმებით თქვენს სტუდიაში მყოფ ძალიან საინტერესო ადამიანს ბატონ მამუკა გიორგაძეს ყოველთვის საინტერესო უსმენ ამ ადამიანს და მიმაჩნია დღეს რაც თქვა აბსოლუტურად მართალი თქვა ყველაფერი მადლობა ბატონო თამაზ თქვენ მორიგი სკანდალური ინტერვიუს ავტორი ხართ აცხადებთ რომ დათაახალაია შეხვდა ამ ხელისუფლების ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცა გარკვეული კომპრომატები რაღაც თავისი უსაფრთხოების სანაცვლოდ საიდან იცით ბატონო თამაზ იქ იყავით არა იქ ნამდვილად არ ვგზავდებოდი უბრალოდ დღეს ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დამიკავშირდა ამ რა თქმა უნდა საინტერესოა დიახ ისე იმპერატიულად გაქვთ ინტერვიუ მიცემული რომ ვიფიქრე იქ ხო არ იყო თქო ხო და ეს საუბარი ინტერვიუმდე ჩვეულებრივი საუბარი მქონდა ბატონ გელაზედევაშვილთან და მთხოვა მოდი ინტერვიუ გავაკეთეთო და მე რატომ ყოველთვის ასოცირდება ჩემი გვარი ხშირად ახალაებთან იმიტომ რომ მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს ნინო და სანამ ამას გეტყოდე მინდა ეს შესავალი გავაკეთო კი ბატონო იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით რომ როდესაც მე ციხეში ვიყავი ძალიან კარგად დამინახე ამ ხელისუფლების მთლიანად სააკაშვილის ხელისუფლების კრიმინალური სახე
რასაც ისინი ციხეში ჩადიოდნენ და რასაც ისინი ადამიანებს უკეთებდნენ, ეს არ იყო ხელისუფლების ნამოქმედარი, ეს იყო წმინდა კრიმინალების ნამოქმედარი, მე გულისხმობ იმას, როგორ ეპყრობოდნენ ისინი ადამიანებს და მე ვიყავი ზუსტად იმის მომსწრე, თუ როგორ ეპყრობოდა პირადად ახალაია ბათუმის ნომერ 3 საპყრობილეში, როდესაც ის დაინიშნა სასჯელ ახსულების მინისტრად და ბაჩო ახალაია. როდესაც ის დაინიშნა მინისტრად, როგორ სცადა მან ახალი რეჟიმის დამკვიდრება ქართულ ციხეებში. მან ერთი დღის განმავლობაში ბათუმის ნომერ 3 საპყრობილეში შემოიყვანა 3 სპეცდანიშნულების რაზმი. ეს იყო ბათუმის, ქუთაისის და თბილისის. ინტერვალი აი ამ სპეცდანიშნულების რაზმების შემოსვლისა იყო 1 საათი. ანუ თავდაპირველად შემოვიდა ბათუმი, წავიდა 1 საათში მოვიდა ქუთაისი. შემდეგ ესენი წავიდნენ 1 საათში მოვიდა და რას აკეთებდა ეს სპეცნაზი? ესე იგი ერთხელ გადაუვლიდნენ ხალხს, მერე მეორედ გადაუარეს და მერე კიდევ მესამედ და აი ესე უაპელაციოდ ცემდნენ პატიმრებს? უაპელაციოდ. დიახ, ეკითხებოდნენ რისთვის ხალხ ესე დაპატიმრებული და მერე მიდიოდა მისი ესე იგი ფაქტურად სიკვდილის პირას მიყავა. იმ ადამიანებში თქვენც იყავით? ჩვენ მე პირადად არ შემხებია, ჩვენ საკანში შემოიხედა პირადად ბაჩო ახალაია მოგვესალმა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ეხლა მე სტატუსი პატიმრის კი მქონდა, მაგრამ ყოველკვირეულად მიდიოდა ჩემი უშუალოდ შემოწმება თუ რა პირობებში როგორ ცხოვრობდი, წითელი ჯვარს ჰქონდა აღებული, ესე იგი ანუ მოერიდა სკანდალს. ეუთო და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები თითქმის ყოველკვირად მამოწმებდნენ და მე ვფიქრობ რომ ამას მოერიდნენ და არ გააკეთეს. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას რომ მე არ უნდა ვთქვა ის რაც ვნახე. ეხლა დათა ახალაიას რაც შეეხება. ხო და ამიტომ შემდეგ მე როდესაც ვიყავი ავჭალის კოლონიაში, იქ ძალიან კარგად ვნახე როგორ ცხოვრობდნენ და რა პირობებში ახალაიების მეგობრები, ხო? და ეს ყველაფერი ჯამში სანდრო გირგლიანის კვლელები. რა თქმა უნდა და ამ და როდესაც მე ამას ყველაფერს ხალბატონო ნინო ვამბობდი, როდესაც ციხიდან გამოვედი, პირველი რაც დავიწყე, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სერიალები წავიდა გაზეთ ქრონიკაში და ყველაფერი ზუსტად მაშინ ავხადე ფარდა ახალაიას და დააგვირდით რომ ახალაიას და მირაბიშვილიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და ძალიან თუმცა თამაზ მე მინდა შეგახსენო თუ გახსოვს თავისუფალი აზრის სახლის მუშაობის პირობებში ერთხელ შენ საკმაოდ ისეთი დაფიქრიანებული მოხვედი ჩვენთან და გითხარი რომ გინდოდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება, მაგრამ რადგან არ არსებობდა მექანიზმი შენი დაცვისა და ჩვენ ვერ გავრისკეთ და ვერ დაგაყენეთ ასეთი დარტყმის ქვეშ, სწორედ ამიტომ მაშინ ჩვენ არ გაგწირეთ ასე ვთქვათ, თორე ეს ინფორმაცია ნამდვილად, რა თქმა უნდა, ინფორმაცია გარკვეულწილად გადავეცით, სადაც საჭიროა, მაგრამ შემდეგ უკვე იცვლება ვითარება და უკვე ქრონიკაში აძლევდი ამ ინტერვიუებს. კი ბატონო, იყო ესეთი შეიცვალა ვითარება, დიახ. კი ბატონო, იყო ესეთი სიტუაცია, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და ის არა ქვია. დავიწყე ამის გამოქვეყნება და ბევრი ამბობდა რომ ეს არის გამოგონილი და რაღაცა, მაგრამ 1 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე და 1 ოქტომბრის შემდეგ ზუსტად ის ყველაფერი, რასაც მე ვამბობდი, დაიდო ქართული საზოგადოების წინაშე და ყველაფერი რასაც უკვე კადრებით ვიზუალურად ნახა ყველა. მაშინ დაიჯერა, ხო, აი ესაა ჩვენი უბედურება. სანამ არ ვნახავთ, არ დავიჯერებ. ეხლა რაც შეეხება დათას, საიდან იცი? ეხლა რაც შეეხება დათას, ქალაქ ბათუმთან ახლოს არის ესეთი პატარა ქალაქი არხავი. თურქული ქალაქი. თურქული ქალაქია, ეს არის ბათუმის ტიპის პატარა ქალაქია და ფაქტიურად ყოველდღიურად მან გადადიან ჩვენი საქართველოს მოქალაქეები, ბათუმის მოქალაქეები, მეც ვიყავი რამდენჯერმე და არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პატარა ბიზნესი და დილით გადადიან, საღამოს ბრუნდებიან. ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი ხდება საზღვარზე ან საზღვრიდან თურქეთში ვინ არიან იმ ქალაქში, მე გეტყვით ახლა თქვენ რომ იქ არიან ასევე ასლან აბაშიძის ყოფილი ხელისუფლების უпростоრად რამდენიმე მაღალჩინოსანიც, რომლებიც დღესდღეობით არიან ძებნაში და ხშირად მათ ქალაქში მოდიან იმისათვის, რომ ბათუმიდან გადავიდნენ თავიანთი ოჯახის წევრები, მოინახულონ, მოეფირონ, მოესიყვარულონ და შემდეგ ისინი უკვე მიდიან იქ, სადაც ცხოვრობენ, ზოგი სომხეთში, ზოგი სტამბოლში. ხელი არ შეუწყოთ ახლა ჩვენ რომ დაიჭირონ ეს ადამიანები. არა, მე არ ვამბობ ვინებია, მაგრამ ეს უკვე წლების განმავლობაში ხდება პრაქტიკა და აქამდე თუ არ დაიჭირეს ეხლა რა მაგის
ამიტომ რაც ხდება იმ პატარა ქალაქში ძალიან ადვილად შეიძლება რომ გავიგოთ ჩვენ აქ ისევე როგორც შეგვიძლია გავიგოთ რაც და ნახეს ანუ ქართველებმა ნახეს დათო ახალაია რა თქმა უნდა ისინი იცნობდნენ დათო ახალაიას შენიშნენ მაგრამ ახლა საიდან დადგინდა რომ იყვნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხო აი რა იცით რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ახლა დადგინდა იქიდან გამომდინარე რომ ეს ორი მანქანა რომელიც იყო ჩასული იქ ძირადღირებული ჯიპები იყო დაბურული ესე იგი მინებით და რომ გადმოვიდნენ საზღვარზე აქ უკვე მათ დახვდათ ესე იგი ორი აი ეს შკოდებს რო ეძახიან სპეცსამსახურების მანქანები როა დაბურული აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ რომ ესენი იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეიძლებოდა რომ ესეთი ტიპის მანქანები და ესეთი დახვედრა მოეწყოთ კრიმინალების ოფიციალური პირები დიახ ან ქურდებისთვის და ეხლა საიდან ვიცით რომ გადასცა კომპრომატი ხო აი კომპრომატი მაიზანი ეხლა ბუნებრივია რომ დათო ახალაია ამ ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ალბათ წარმომადგენლებს არ გადასცემდა დილით საუზმის მენიუს ან რაღაცის ჩამონათვალს ხო აქ უკვე არსებობს და შეიძლება უკვე ჩვენ ვივარაუდოთ რომ მიმდინარეობს რაღაცა ინფორმაციების გაცვლა გამოცვლა მაგრამ არც ის მინდა რომ საზოგადოებმა მიფიქროს რომ არიქა ეხლა დათო ახალაიამ ის დოკუმენტები გადაცა რომელიც ახალმა ხელისუფლებამ ანუ რაღაც ჩანთა შენიშნეს რომ გადაცა თამაში აი პორტფელის ტიპის რა აი იმას რო ეძახიან პატარა ჩემოდან დიპლომატი ხო აი რაღაცა პატარა ძალიან ესეთი რაღაცა გადასცა ნამდვილად და ძალიან მალე დასრულდა ეს შეხვედრა და ამით დამთავრდა ეს და აი ეს ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ იცნეს სახეზე ვერა ნამდვილად ვერ იცნეს იმიტომ რომ ის ხალხი ესე იგი არ იცნობდნენ სახეზე შეიძლება ისინი არ იყვნენ ღიად ისეთი ადამიანები რომლებიც ხშირად ხო შეიძლება ქვედარგოლის წარმომადგენლები იყვნენ დიახ ამიტომ ის იცნენ მხოლოდ ესე იგი დათო ახალაია ნამდვილად და აქედან გამომდინარე ეს არ იყო შეიძლება იყო რაღაც მნიშვნელოვანი მაგრამ მე ჩემი ინფორმაციით ვიცი რომ ხელისუფლებას რაც ჭირდება მერაბიშვილის, სააკაშვილის, უგულავას და ხელისუფლების სხვა წევრების ყოფილი ხელისუფლებას გულისხმობ ნაციონალური მოძრაობის ჩინოვნიკებისთვის საკმარისი მტკიცებულებები და ინფორმაციები აქვს მაგრამ რატომღაც ჩვენ ვერ ვხედავთ იმ მოქმედებებს რა მოქმედებებსაც ელოდება საქართველოს საზოგადოება სამართლიანობის აღდგენის კუთხე კი ბატონო და თქვენ ასანაბაშიძე ახსენეთ და მე მინდა თამას კითხო და შემდეგ ჩვენც გავაგებოთ მამუკა ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ ასანაბაშიძე არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში როდესაც მე მეუბნებიან რომ უნდა მივუტევო ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილს და იმ ბოროტ მოქმედს რომლებმაც შექმნეს 9 წლის მანძილზე დანაშაულებრივი სისტემა ნუ თუ ასანაბაშიძეს იმდენი არ აქვს დამსახურებული საქართველოს წინაშე რომ მეუღლის საფლავი მაინც დაიტიროს და მოინახულოს როგორ ფიქრობთ ამას მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება მაგრამ პირადი წყენის და მიუხედავად უნდა დაბრუნდეს თუ არა საქართველოში ასლანაბაშიძე მე მიმაჩნია რა თქმა უნდა თქვენ იცით ჩემი ურთიერთობა ბოლო პერიოდის ასლანაბაშიძესთან და იყო პირადი და ასე ვთქვათ მან აშკარად დაუშვა შეცდომა ჩემთან მიმართებაში კარგი თქვენ ამაზე არ ვსაუბრობთ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ ვაღიაროთ ამ ადამიანის და საერთოდ აბაშიძეების მისი წინაპრების და მისი გვარის დამსახურება საქართველოს ამიტომ არც დღევანდელ ხელისუფლებას არც წინა ხელისუფლებას საქართველოს ერთიანობისთვის მისი მთლიანობისთვის ქართველი ერისთვის იმდენი არ გაუკეთებია რაც გააკეთა აბაშიძეებმა და პირადად ასლან აბაშიძემ მე ვიყავი მომსწრე იმისა რომ აჭარაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების გარდა მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმ პერიოდში ძალიან რთულ პერიოდში საქართველოს ერთიანობის შენარჩუნებისთვის ყველა ხელისუფლება დაწყებული შევარდნაძით სააკაშვილით და ეს ხელისუფლება ალბათ თუ თქვიანად არ იქნება შესაძლებელი აჭარაშიც მოხდეს რაღაც ძალიან ცუდი და ამის ნიშნები უკვე არის ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ყველას თავის წილ ტერიტორიებს კარგავენ ამ კაც არ დაუკარგავს და მე ვფიქრობ რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია თუ შესაძლებელია ნაციონალურ მოძრაობასთან ჩახუტება თუ შესაძლებელია და მათთვის ყველაფრის პატიება შესაძლებელია რა თქმა უნდა ასლან აბაშიძის ჩამოსვლა საქართველოში უფრო შესაძლებელია ვიდრე ეს ყველაფერი რაც აუცილებელიც არის და გეთანხმები ერთი გოჯი მიწა არ არის გაყიდული ასლან აბაშიძეს დროს აჭარის და ეხლა ჩვენ ვიცით ბათუმელი ხართ ამას და რა ხდება აჭარაში და რა ხდება ბათუმში ბატონო
მიწის გარდა ჩემო ნინო ყველაზე მთავარი რაც მან გააკეთა ამ კუთხის შვილებისთვის და აჭარელი კაცის ფენომენი მის დროს აბაშიძის მმართველობის დროს იყო წამოწეული ყველაზე უფრო მეტად უხერხულობამდეც კი გეთანხმებით ამას ღირსეულად მაგრამ მე ისიც მინდა ვთქვა რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და ამ ხელისუფლების პირობებში ფეხქვეშ არის გათელილი ადგილობრივი მოსახლეობის და აჭარელი კაცის ინტერესები. ეს მინდა რომ იცოდეთ. თამაზ, ალბათ თბილისში, როდესაც იქნები, მე მოგიწევ სტუდიაში და თან საინტერესო თემაზე წამოიწყე ხა საუბარი, აჭარელი ადამიანის უფლებები არის ფეხქვეშ გათელილი და ჩვენ ალბათ ხანგრძლივად ვისაუბრებთ უკვე ეთერში ამასთან დაკავშირებით. მე მინდა ბოლოს გავაკეთო ესეთი პატარა ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლება, არ ვიცი როგორ და რა, მაგრამ უახლოეს დღეებში აპირებს, რატო თქვი ეს მე წაღანდა რომ იცოდეს საზოგადოება. უახლოეს დღეებში აპირებს 3000 ზემომთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, მარტოხელა დედები, ინვალიდების აყრას და გაყრას, ესე იგი, სადაც არიან ისინი არიან დღესდღეობით ჩასახლებული 25 და 53 ბატალიონის ტერიტორია და ხელისუფლება ემზადება უახლოეს დღეებში რომ ეს ადამიანები ყველა ერთბაშად გაყაროს იმ და სად უნდა წავიდნენ ეს ადამიანები? არა ინტერესებს ეს ხელისუფლებას, მათი პრობლემები ხელისუფლებას არ აინტერესებს და მთელი ამ ადგილობრივ ხელისუფლებას რა თქმა უნდა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ეს არიან მოსული ადამიანები რომლებსაც არ აქვთ გათავისებული რას ნიშნავს ყოველივე ეს არიან პატარა ბიჭუნები მოსული ამბიციურები რომელთაც თუ არიან ბათუმლები, ქობულეთელები, აჭარლები თუ არიან თუ რა თქმა ისინი ადგილობრივი მოსახლეობაა რომელსაც უჭირს და ითხოვს შველას და პატრონობას არა მე ხელისუფლების წარმომადგენლებზე გეკითხებით ამას რომ ხელისუფლების ხო მთავრობის და ის არა ქვია უმაღლეს საბჭოს ადგილობრივი მოსახლეობით არის დაკომპლექტებული ხელისუფლება აჭარაში ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირები საერთოდ არ არიან ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტებული და იმ ადამიანების რომლებიც ეხლა ამ ადამიანებს ემუქრება გამოყრით არიან ახალი მთავრობის აპარატის წარმომადგენლები რომლებმაც აბსოლუტურად არ იციან როგორ უნდა ელაპარაკონ ხალხს და მე ვაფრთხილებ თუ მოხდება X ეცდანიშნულების რაზმის შეყვანა და ამ ხალხის იქიდან გამოყრა ხრები ამას მოყვება ძალიან ცუდი რეაქცია ქალბატონო ნინო და შემდეგ აპირებენ რომ ეს ყველაფერი ვიღაცებს დააბრალონ და მათ შორის მე მაგრამ მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას თუ ეს პროცესი მოხდება და იქ იქნება შეყვანილი სპეციალურული რაზმი ჩათვალეთ რომ ეს აჭარაში გამოიწვევს სერიოზულ დესტაბილიზაციას დიდი მადლობა თამაზ და იმედია თბილისში ყოფნისას გესტუმრები სტუდიაში და უფრო ძირეულად და უფრო ხანგრძლივად ვისაუბრებთ ამ პრობლემაზე ღმერთმა არქნას დაგიკავშირდებით და თქვენც მოგვაწოდეთ ინფორმაცია ძალიან დიდი მადლობა თამაზ მამუკა როგორ რა სიტყვები ამ საუბრიდან გამომდინარე დიდი მადლობა თამაზის ასეთი ინფორმაციის მოწოდებისათვის და ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა მოხდეს ის ადამიანების მიმართ ასეთი ოპერაციო დამოკიდებულება არის დასაგმობი და ჩვენც ალბათ ყველა ჩვენგანი უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით იმისათვის, რომ საერთოდ ადამიანის უფლებები საქართველოში არ დაირღვეს. აი საუბრის დასაწყისი ჩვენ დისკუსია ქონდა იმაზე რომ უმცირესობების უფლებები არ იღება საქართველოში და აგერ საუბრობთ ძირძველი მოსახლეობის ელემენტარულ უფლებაზე ქონდეს ჭერი თავზე. ხლა მრავალშვილიანი იცით აჭარაში მრავალშვილიანი ამის მერე ელემენტარულად იმას საუბარი რომ გარკვეულწილად ადამიანები რომლებიც მესაუბრებიან მე რომ ასე თქვა ვიღაცის უფლებების დაცვაზე და არ მესაუბრებიან ამ პრობლემაზე ბუნებრივია მე მაქვს უფლება ჩავთვალე რომ ეს ადამიანები ან გონებრივად ვერ აცნობიერებენ არა ორმაგი მიდგომებია საქართველო არა გონე რა არის საქართველო და ქართველი ხალხი და საერთოდ რა არის ადამიანი აი ვინ არის რა წარმოშობის არის რა შინაგანი ბუნების არის და ძირითადად ორიენტირებული არიან ან დავალებაზე და ან გრანტზე
ეს ერთი და მეორე მომენტი, რომ ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია დაიცვას ეს უფლებები, ის ისას ამოფლებებს. მეორე მომენტი, რომელიც არის და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ესეც და ესეც არ არის მხოლოდ აჭარის ან ბათუმის პრობლემა, პრაქტიკულად ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არარსებობა. არის მხოლოდ ერთი ვერტიკალი, ესე ჩვენი ბოლშევიკური, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა და მოვდივართ ამ წლების განმავლობაში და არ იცვლება ამ მიმართულებით არაფერი და კვლავ ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ არანაირი თვითმმართველობა არ არსებობდეს. ჩვენ პრაქტიკულად უბრუნდებით იმ გარემოებას, რომ ბოლშევიკები რატომ ვერ იტანდა დისიდენტებს, არა იმის გამო, რომ ეშინოდა, არამედ თვითონ იმ პიროვნების არსებობა, არამედ იმის გამო, რომ მათგარეშე შექმნილი და მათგან უკონტროლო, თუნდაც სპონტანური, თუნდაც რამოდენიმე ადამიანის მიერ შექმნილი გაერთიანება მათი იდეოლოგიისთვის იყო დამანგრეველი. ზუსტად ასევეა, დამანგრეველია ასეთი ადამიანებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის არსებობა. ან საერთოდ ნებისმიერი თვითმმართველობის არსებობა, ნებისმიერი თავისუფალი დამოუკიდებელი საზოგადოების არსებობა. სწორედ იმის გამოც არის ჩვენთან საჯარო სივრცეთ მიჩნეული ორი პოლიტიკური ორგანიზაცია, ოცნება და ნაცმოძრაობა, რამოდენიმე მათგან კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაცია და ამის ფართო გაშუქება მიჩნეულია საჯარო სივრცეთ. არ არის ეს საჯარო სივრცე. ან პროექტი გააკეთეს თავრობა ხალხს თუ რაღაც ესეთი ღია მთავრობა. ღია მთავრობა ეს კი არ არის, რომ მთავრობის წევრი გამოდის და კვირაში ერთხელ პრესკონფერენციას ატარებს. ღია მთავრობა არის ის, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართავს საქართველოს საზოგადოების ყველა ფენის, ყველა ჯგუფის, ყველა პოზიციის წარმომადგენელს, ელემენტარულად გაიაზრებს ამ სხვადასხვა პოზიციას და შემდეგ ამის მერე მიიღებს გადაწყვეტილებას თვითონ და იტყვის, რომ აი ეს საკითხი ამიტომ არ მივიღე, ეს საკითხი ამიტომ მივიღე. აი ჩვენ დღეს ვაწყდებით ამ პრობლემას აჭარაში და რაიონებში საერთოდ ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ძალიან მტკივნეული თემა, როდესაც უფუნქციოა თვითმმართველობა და მით უმეტეს თუ არაადგილობრივით არის ეს თვითმმართველობა და იმ პირობებში, როდესაც ასე ინტენსიურად იყიდება აჭარა. სერიოზულად იყიდება. სწორედ ამაშია საუბარი და იმიტომაც არის, რომ თვითმმართველობა რეალურად არ არსებობს. არ არსებობს თვითმმართველობა, იგივე თავშად მეჩეთის მშენებლობა ბათუმში. ეს არის ბათუმის თვითმმართველობის გადასაწყვეტი საკითხი. ჭირდება ადგილობრივ. მე მინდა გითხრა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ძალიან მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა. სერიოზული. და ეს იქნება ტესტი ახალი მთავრობისთვის. ისევე როგორც იმ კადრების გამოძება, თუმცა იცით რატო? თუ ხალხის ნება არ იქნება გათვალისწინებული 95%-მდე ბათუმის მოქალაქე ამბობს, რომ მეჩეთი ბათუმში არ უნდა ასვენდეს, იმიტომ რომ არ არის ამის საჭიროება და თუ ეს არ იქნება გათვალისწინებული მარტივი თემა, ხელოვნურად იქნება დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. ხელოვნურად იქნება. თუ ესე იგი არ არის საჭირო, არ უნდა აშენდეს. თუ საჭიროა, უნდა აშენდეს და უნდა აშენდეს საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებით და არა თურქეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით. ამიტომ რაც შეეხება ასლან აბაშიძეს დიახ, მოდით, ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა. ჩვენ მქონდა პიროვნულად პერიოდები, როცა ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა და მე იყო პიროვნულად მომენტები, როცა ძალიან დაპირისპირებულები ვიყავით, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ სუბიექტური აზრი არ არის. ქართველ კაცს, ვინც არ უნდა იყოს ის, აქვს თავისი უფლება, რომ მის ქვეყანაში ცხოვრობდეს და მის ქვეყანაში მოღვაწეობდეს. ამ უფლების წარქმევა არ არის ჯერ ესეც ყველაფერს თავი დაუნება საქართველოს კანონმდებლობაში. მეორე არ ზის ქართველი ადამიანის მორალურ, ასე ვთქვათ, კოდექსში და მესამე რა, ხლა ვიღაცა შეიძლება მოსწონს, ვიღაცა შეიძლება არ მოსწონს, რაღაც საკითხზე მოსწონს, რაღაც საკითხში არ მოსწონს, ეს ხო სუბიექტური კი, მაგრამ სახელმწიფოებრივი ხედვა. ამიტომ ელემენტარულად იმ კაცს აქვს იმდენი, რა ქვია, დამსახურება, რომ ეს უკამათო გახდეს. ეს გახდეს უკამათო და მით უმეტეს ხდება შეურაცხმყოფელი, რომ საჯარო რეესში ვიღაცა ინდოელს თუ ჩინელს შეუძლია 15 წუთში მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და იყიდოს ქართული სასოფლო სამეურნეო მიწები. იცხოვროს აქ და დაუშვათ ასლან აბაშიძეს პირობითად რა. არა აქვს იმის უფლება, რომ მეუღლის საფლავს თავი დავანებოთ რა.
მე დაბაშიცის ასე თქვა რა თქმა უნდა წინაპართა აქ ელემენტარულად ჩამოვიდეს და ერთი სამთელი დაანთოს და თავის მეგობარ წრეში უშუალოდ ერთი ჯიგა ღვინო აწიოს. ამიტომ სრულიად ვეთანხმები იმ პოზიციას და მხარს უჭერ რომ ყველა ქართველი და ადგილი საქართველოსია და მისასალმებელია ეს ტენდენციები თუ კი იქნება და ხელი უნდა შეუწყო უბრალოდ აქედან გადახვეწილ ადამიანებს უწყობთ ხელს იმაში რომ უკან დავაბრუნოთ და პირიქით ხელი უნდა შეუწყოთ ყველა იმ ადამიანს ვისაც თავისი წილი დამსახურება აქვს ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მამუკა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. იმედია იქნები ჩვენი ხშირი სტუმარი როგორც ყოველთვის. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ქართულ საზოგადოებას რომ ვიყოთ ხიზლად ელემენტარულად უმთავრესი ამოცანა დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას ის რომ ჩამოყალიბდეს როგორც დამოუკიდებელი თვითმართველი და თვითკმარი ორგანიზმი რომელიც შეძლებს ყველა პრობლემასთან დაკავშირებით შექმნას თავისი პრინციპული პოზიცია და რომელიც არ მისცემს არავის იმის საშუალებას ხელისუფლებაში იქნება თუ ოპოზიციაში საკუთარი ასე თქვა კერძო მიზნებისათვის გამოიყენოს ის უმნიშვნელოვანესი სივრცე, რასაც ჩვენ საქართველოს უძახით. დიდი მადლობა. ნახვამდის მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.